ლიტერატურული პრემია საბას მფლობელები უკვე გამოვლიდნენ საიუბილეო რიგით მეათე დაჯილდოების ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა, რომელია წლის საუკეთესო პროზაული და პოეტური კრებულების, საუკეთესო რომანი და პიესა სხვა ნომინაციებისა და საბას გამარჯვებულები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. უკვე მეათე წელია ქართველ ლიტერატორებს საპატიო ჯილდო საბა გადაეცემათ. საბა წელსაც ტრადიციულად 9 ნომინაციაში გაიცა. ჟიური მას 88 კონკურსანტიდან 42 საუკეთესო წიგნი შეარჩია. ხუთკაციანი ჟიურის მიერ კონკურსზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნებად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ცალკე გაიცა პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჟიურის შემადგენლობა იცვლება, თუმცა ყოველთვის აერთიანებს იმ მწერლებსა და ლიტერატორებს, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. მოულოდნელი იყო, მე დამპირებელი ვიჯე კი არ უცებასე დამთავრდა. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღირსეული კონკურენტი მყავდა. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამ შემთხვევაში გაყოფა დებიუტის ნომინაციის, იმიტომ რომ გამოვიდა რომ პროზაც დაფასდა და პოეზიაც. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან დიდი სტიმულია. რომ ამბობენ რომ ეს აცოცხლებს ლიტერატურულ პროცესს, არის მართალი. ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე ალბათ გავლენიანი და ავტორიტეტული ფესტივალი, იმიტომ რომ არის თავისუფალი ნამდვილად ეს კონკურსი. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პოპულარიზაცია ხდება შემდეგ მართლაც იმ ლიტერატურის, რომელიც კონცენტრაციაც ხდება სწორედ საბაზე. ისიც არ ვიცოდი ნომინაციები და ის და რაღაც დავაგარდებ ჩამოვედი 1 საათის წინ და მეთქე მოდი მოვედი და რაღაც ნაკრებს ვფიქრობ მე აქ არ ვარ ცოტა მოწყვეტილი პროცესი და მასთან შესაბამისად იყო. ლიტერატურული პრემია 2003 წელს დაარსდა. ჯილდოს გაცემის მიზანი გასული 1 წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა. ცერემონია ტრადიციულად TBC ბანკის ტერასაზე 9 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსალოდნელი წვიმიანი ამინდის გამო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა. საბამ დაარსებიდან დღემდე 1504 წიგნი განიხილა. ჩვენ შევქმნით უკვე ვირტუალური სივრცე და აქამდე წარმოიდგინეთ უამრავი ამ 10 წლის მანძილზე მთელი თანამედროვე ქართული ლიტერატურა განთავსდება ვებ სივრცეში, რომელსაც ასევე საბა ერქმევა და არა მარტო საქართველოში მყოფ მკითხველს, არამედ საქართველოს გარეთ ქართველენოვან მკითხველს ექნება საშუალება ყისიერად გაეცნოს ქართულ ლიტერატურას, თანამედროვე ლიტერატურას. გამარჯვებულ ავტორებს სპეციალურ პრიზთან ერთად ფულადი პრემიები გადაეცათ. საპრემიო ფონდი 40,000 ლარს შეადგენს, რომელიც გამარჯვებულ ავტორებს TBC ბანკმა გადასცა. წლევანდელი ლაურეატების გარდა 10 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის TBC ბანკის თანამშრომელი და დაჯილდოების ტრადიციული წამყვანი რატი ამაღლობელიც დააჯილდოვეს. ლიტერატურის მოყვარულებს კი საბა მომავალ წლამდე დაემშვიდობა.